პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე პარლამენტის წევრების ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა. საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენს სარჩელს ქართული ოცნების, ხალხის ძალის და ევროპელი სოციალისტების 88 დეპუტატი აწერს ხელს. არსებული ინფორმაციით სარჩელი სასამართლოში შესაძლოა დღესვე გაიგზავნოს. საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმომწერი დეპუტატები სამი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ლელო ძლიერი საქართველოსთვის და კოალიცია ცვლილებებისთვის არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ. მანამდე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სარჩელის ფარგლებში კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა მოთხოვნილი არ არის. როგორც პაპუაშვილმა განმარტა, საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებისას ისარგებლეს ორი კრიტერიუმით: რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება და რამდენად უქმნის კონკრეტული პარტია თავისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას. ახალი ცვლილებებით პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება ავტომატურად გამოიწვევს ამ პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის ან საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას და პარტიული სიის გაუქმებას. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის ქმედებები კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და მასთან წინააღმდეგობაში მოდის. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ პოლიტიკურ და სამართლებრივ ბრძოლას არ შეწყვეტენ. ლელო ძლიერი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს და ქართული ოცნების მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას ებრძვის 13 წლის განმავლობაში. ყოველ წელს ისინი პირდებოდნენ თავიანთ აღმრჩეველს ნაციონალური მოძრაობის რადარებიდან გაქრობას, მათ ვერ მოკლეს ნაციონალური მოძრაობის იდეა პატრიოტიზმის, იდეა წარმატებული ქართული სახელმწიფოს, იდეა ევროპული საქართველოს. ამიტომ ბუნებრივია, როდესაც არჩევნების გზით, დემოკრატიული პროცესის გზით ისინი ამ იდეას ვერ ამარცხებენ, მათ მოუწიათ ეხლა ესეთი ბრუტალური, საკანონმდებლო რუსულ სტილში ცვლილებების განხორციელება. ოცნების ლოგიკის ამოხსნა არის ფაქტობრივად შეუძლებელი. ჩვენთვის გაუგებარია ყველა ის არგუმენტი, argumentიც გუშინ ბატონი პაპუაშვილისგან მოვისმენთ. განსაკუთრებით ეს ეხება ლელოს. საერთოდ ვერ ხსნით, რატომ მოხდა ლელო ამ ეგრეთ წოდებულ ასაკრძალ პარტიათა სიაში და რა თქმა უნდა ჩვენ ხარდაჭერა ლელოს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და მის განაყოფებს, თქვენ იცით ჩვენი პოზიცია, რომ თუ პარტია იმსახურებს დამარცხებას, პირველ რიგში ეს პარტია უნდა დაამარცხო არჩევნებით და პოლიტიკური გზებით და ზოგადად აკრძალვა ეს არც ერთ შემთხვევაში არ ჩაითვლება კონსტიტუციურ ნაბიჯად. ამდენი ხმაურის შემდეგ ფაქტობრივად რეესტრიდან რაღაც მონაცემები წაშალეს. იმიტომ რომ თუ პარტიის ნომინალური აკრძალვა, ეს პარტიები ისედაც არ არსებობენ. არჩევნებში ის მონაწილეობას არ იღებენ. ერთ-ერთი ლელო იყო, ვინც ნომინალურად არსებობდა, მაგრამ ისიც მათი ლიდერები დიდი ხანია მიდის საუბარი, უნდა გავიდნენ პოლიტიკიდან. ამიტომ ფაქტობრივად არაფერი არ აუგზავნებთ. იმიტომ რომ თუ ის ხალხი გაერთიანდებოდა ახალ პარტიას შექმნიან, მას დიონ მაშინ ახალ პარტიებს და ყოველთვის აკრძალვით არ დაკავდებიან. ევროპელი ლიდერები ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს აკრიტიკებენ. ევროპარლამენტარი რასა იუკენიჩიენე შოკის მონგრელს უწოდებს ქართული ოცნების მოთხოვნას მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამი პარტიის აკრძალვის თაობაზე. მისივე თქმით, ქართული ოცნება ლუკაშენკოს რეჟიმის ანალოგი ხდება. მმართველი გუნდის გადაწყვეტილება აქტიურად განიხილება საერთაშორისო მედიაში. როიტერი გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ოპოზიციის რამდენიმე წამყვანი ფიგურა ციხეშია. პოლიციამ კი გააძლიერა იმ მიტინგების დაკავებები, რომლებიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე რეგულარულ ანტისამთავრობო დემონსტრაციებს ეძღვნებიან. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს სამი უდიდესი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს, რაც ავტორიტარული რეჟიმისკენ სვლის დასტურია. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს გმობს. მისი თქმით, ქართული ოცნების გადაწყვეტილება ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ მიზნად საქართველოს რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმად გადაქცევას ისახავს. მისივე თქმით, რეჟიმი ყოველდღიურად სისტემატიურად ახორციელებს ყველაფრის შეზღუდვას, რაც ხელს უწყობს სრული ავტორიტარიზმის დამკვიდრებაში და გამყარებაში.
პარლამენტის პლენარულ ხდომაზე დღეს ინტერპელაციის წესით ინფრასტრუქტურის მინისტრი რევა სოხაძე მივა. სოხაძე პარლამენტში ფრაქცია ქართულმა ოცნებამ მიიწვია. მინისტრთან სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით 68 შეკითხვა გადაიგზავნა, რომელსაც სოხაძე პლენარულ ხდომაზე გასცემს პასუხს. პარლამენტის მოქმედი რეგლამენტით კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ გასათვალისწინებელია დებატები და სიტყვით გამოსვლები. რევა სოხაძის ინტერპელაციის პროცედურით მოწვევა არის მინისტრის პირველი მოსმენა, რომელიც მე-11 მოწვევის პარლამენტში გაიმართება. პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის და პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით გადაიბირა და სამუშაოდ დაიქირავა წინასწარი შეცნობით 16 წლის არასრულწლოვანი. ბრალდებულის მითითებით მისსავე მასაჟის სალონში დაზარალებული სექსუალურ მომსახურებას უწევდა მსურველებს, ხოლო არასრულწლოვანის სექსუალური ექსპლუატაციით გამომუშავებულ თანხას ბრალდებული ისაკუთრებდა და განკარგავდა. დაკავებულს ბრალდება არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგისთვის წარადგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულმა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით გადაიბირა და სამუშაოდ დაიქირავა წინასწარი შეცნობით 16 წლის არასრულწლოვანი. ბრალდებულის მითითებით მისსავე მასაჟის სალონში დაზარალებული სექსუალურ მომსახურებას უწევდა მსურველებს, ხოლო არასრულწლოვანის სექსუალური ექსპლუატაციით გამომუშავებულ თანხას ბრალდებული ისაკუთრებდა და საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულს პროსტიტუციის შესანიღბად 2022-2025 წლებში თბილისში გახსნილი ჰქონდა მასაჟის სალონები, სადაც პროსტიტუციის ხელშეწყობას და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ეწეოდა. ბრალდებულის მიერ გადაცემულ ოთახებში პროსტიტუციაში ჩაბმული პირები სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ კლიენტებს. თანხის დიდ ნაწილს კი ბრალდებული იღებდა, რაც ობიექტის მუშაობის მიზანს და შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. დაკავებულს ბრალდება არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე წარადგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.